საკუთრებით მტკივნეულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უარყოფითი გაგებით ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საუბარი მიდის არა იმაზე, ვინ იყო ზურაბ-ჟვანია, ვინ იყო, რას წარმოადგენდა მისი პიროვნება, რა გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რა კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში, არამედ ყოველ ჯერზე არის საუბარი მხოლოდ რაღაც განცხადებებზე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მეხსიერებაში ადამიანების ზურაბ-ჟვანია ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ მისი გარდაცვალების დეტალებთან და ამ გამოძიების არ დამთავრება არ დამთავრებასთან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. რაც შეეხება უშუალოდ იმ საშინელ დღეს, მე გულისხმობ 2005 წლის 3 თებერვალს, მე გავხდით ისევე როგორც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როდესაც დაიწყო ოფიციალური პროცედურა, მე ესე მოხდა, რომ ვიყავი იქ და შევედი იმ სპეციალურ ოთახში, სადაც ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო. მე შემიძლია გითხრათ, რომ იქ იყო რამდენიმე სამედიცინო სპეციალობის ადამიანი, იყვნენ ექსპერტები. ანუ მხოლოდ ჩაჩვა არ ესწრებოდა ამ პროცედურას. ამ პროცედურას რამდენადაც მე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში მე ესაუბრებოდი მაშინ ქალბატონ თამარა დეკანოსძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ესეთ კოორდინაციას და ორგანიზებას უკეთებდა იქ მიმდინარე პროცედურებს. იქ იყო ვიდეო კამერა, იქ იყო ფოტოგრაფი, იქ იყო რამდენიმე სამოქალაქო პროფესიის ადამიანი, როგორც მე მივხვდი, გამომძიებლები და ეს იმ მომენტში სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ დამისვავს შეკითხვა, ჩავთვალე, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და კიდევ ერთხელ ვიბეორებ, რომ მთელი პროცესი გადაღება მიმდინარეობდა ვიდეო ფირზე და იქვე ხდებოდა ფოტოგრაფირება. და ანუ ეს ფოტოები, რაც თქვენ ნახეთ, მაპატიეთ ეს უბრალოდ კითხვებით ჩაგერთვებით, ეს ფოტოები, რაც გავრცელდა YouTube-ით, არის გამოძიება მკითხვა რომ ავთენტურიაო, მაგრამ ნუ თქვენც იქ იყავით, ანუ ეს იმ ფოტომასალის ნაწილია, ესე ფიქრობთ? ქალბატონო, მე ფოტოები კი არა, მე ამ ფოტოებს როგორ იღებდნენ, იმას უყურებდი. მე მოგვიანებით ფოტოებიც ვნახე და ამაზეც მოგახსენებთ. თავდაპირველად დაიწყო ექსპერტიზა გარედათვალიერებით, ეს ისეთ შედარებით ემოციურად ადამიანისთვის, ჩემთვის პირადად, მოკლედ მინდა გითხრათ, რომ ამას შევძელი და დავესწარი, თუმცა ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ შემდეგ შეუძლებელი გახდა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და მე გამოვედი და იქვე წინა რაღაც მისაღებ ოთახში ვიყავი მანამ სანამ დამთავრდა მთლიანი პროცედურა. რაც შეეხება გარედათვალიერებას, მაშინ ეს მახსოვს კარნახი ხდებოდა და იქ იყო ადამიანი, რომელიც ამის ჩაწერას ახდენდა და აღინიშნება ესე იყო ლაპარაკი და აღინიშნა თავის არეში მარცხენა ტუჩზე დაზიანება და ასე შემდეგ. ეს დათვალიერება იყო პირველი რითიც დაიწყო, შემდეგ უკვე შინაგანი ორგანოების დათვალიერება იყო საჭირო, იგივე ტრეპანაციის გაკეთება, რასაც მე პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ გაუძელი და გამოვედი. ალბათ ეს არავის გაუკვირდება. რაც შეეხება თვითონ ამ ფოტოებს, როდესაც მე ვნახე ეს არ ვიყავი საქართველოში და კომენტარზე დამირეკეს და მხოლოდ მას შემდეგ მოვიძიე, რაზე იყო ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ ეს ფოტოები მე ნანახი მაქვს 2005 წელს. უფრო მეცას გეტყვით, ეს არის ფოტოების ნაწილი, გაცილებით მეტია თვითონ ფოტომასალა, რომელიც საქმესთან ერთვის. ეს მე გამიჭირდება გითხრათ სამწუხაროდ, როდის იყო, ეს იყო 2005 წლის მეორე ნახევარი ნებისმიერ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნა ჩამოვიდა ოფიციალურად საქართველოში, მე გავხდით პროკურატურაში და დასკვნასთან ერთად ზუსტად მასალებში ვნახე ეს ფოტოები და შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფოტოები ჩემთვის ახალი არ იყო, რა თქმა უნდა, სიახლე იყო ეს წითელი რგოლები, რომელიც ამ ფოტოებს თან ახლავს და მეტი არაფერი ჩემთვის ახალი არ ყოფილა სამწუხაროდ.